გაგაცნობთ. გიაგვიჩიანს და ნიკა ჩემიას უვადო პატიმრობა 15 წლიანი პატიმრობით შეეცვალათ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ბელა ზაქაიძე დაესწრო პროცესს, რომელიც დეტალებს მოგვიყვება. ბელა, გისმენთ. დიახ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების სააპელაციო საჩივარი გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელი განაჩენის შეცვლასთან დაკავშირებით და სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა EIS-თელასის ყოფილი ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულების გიორგი გვიჩიანის და ნიკა ჩემიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ცვლილება შეიტანა სასჯელის ნაწილში და უვადო პატიმრობა შეუცვალა 20 წლიანი თავისუფლების აღკვეთით. აქედან ამნისტიის შესახებ კანონით მათ შეუმცირდათ პატიმრობის ვადები და 20 წლიანი პატიმრობის ვადა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ განუსაზღვრა, ჩამოეკლოთ 15 წლამდე პატიმრობით და საბოლოოდ ისინი 15 წლიან პატიმრობას მოიხდიან. აქედან გიორგი გვიჩიანს და ნიკა ჩემიას უკვე მოხდილი აქვს 8 წლიანი პატიმრობა და მოსახდელი დარჩათ 7 წლიანი პატიმრობა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ განმარტებაც გააკეთა, როგორც მან აღნიშნა, მუხლი, რომელიც მშავდებულებს ბრალადედებოდათ განზრახ მკვლელობის მუხლი, კონკრეტულად ითვალისწინებს 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. მოსამართლემ განმარტა, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთა არის ზედმეტად მკაცრი ღონისძიება, ვინაიდან დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ არსებობდა, არც შემამსუბუქებელი გარემოებები არსებობდა და აქედან გამომდინარე მათ განუსაზღვრა 20 წლიანი პატიმრობა, რომელიც ამნისტიის კანონით 15 წლამდე პატიმრობამდე შემცირდა. ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს განაჩენით უკმაყოფილოები არიან და მის გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში გეგმავენ. რაც შეეხება მსჯავრდებულების ოჯახის წევრებს, ისინი ამბობენ, რომ დღევანდელი განაჩენი მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის ზეწოლის შედეგია, რომელიც თავის დროზე საქმის ერთ-ერთი პროკურორი იყო და საბრალდებო დასკვნისთვისაც აქვს ხელი მოწერილი. რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, პროკურორმა განაცხადა, რომ მთავარი რაც იყო გამამტყუნებელი განაჩენი, ეს ძალაში დარჩა, ხოლო სასჯელის ნაწილში უკვე მოსამართლეთა კოლეგიის პრეროგატივა იყო. შოთაძე არის ყველაფერი, იმის ბრალია ეს ყველაფერი ასევე. რატომ უკაჟე ის იყო წერა სასამართლოზე პროკურორიც და სუპირვალის სტაჟიერი იყო, მეორე სასამართლოზე პროკურორი იყო, ყველაფერზე ხელი აქვს მოწერილი განაჩენზე და თვითონ არ აქვს პასუხი, ამიტომ დაატოვებინა ეს. იმის ზეწოლის ქვეშ იყო ეს პროკურორები და ეს მოსამართლეები. სასამართლომ უკანონო განაჩენი ძალაში დატოვა, რადგან მათ აქვს შიში, რომ თუნდაც ერთი განაჩენის გაუქმება, უკანონო განაჩენის გაუქმება გამოიწვევს დომინოს პრინციპს, ვინაიდან 9 წლის მანძილზე არაერთი უკანონო განაჩენია გამოტანილი ამ სასამართლოს მიერ. განაჩენს რა თქმა უნდა ჩვენ აუცილებლად გავასაცილებთ, ვინაიდან სასამართლომ ვერ გაბედა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ის იმყოფებოდა ძველი სასამართლოს გადაწყვეტილების მტყვეობაში, ის ფაქტიურად ძევალია ძველი გადაწყვეტილების და აქედან გამომდინარე ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ბრძოლას. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ძალაში დატოვა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც გია გვიჩიანი და ჩემია ცნობილი იყვნენ დამნაშავედ ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ეს იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი ახალი მტკიცებულება, რომელიც მოსამართლეს მისცემდა საშუალებას სხვაგვარად გადაეწყვით აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე.
AS-Telas-ის ყოფილი ფინანსური მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წელს მოკლეს, რამდენიმე წელში კი, კერძოდ 2006 წელს დააკავეს მკვლელობის ორგანიზების და მკვლელობის შესრულების ბრალდებით რამდენიმე პირი, მათ შორის ნიკა ჩემია და გიორგი გვიჩიანი. ისინი დანაშაულს არ აღიარებდნენ წინა ხელისუფლების დროს, მათ უვადო პატიმრობა მიესაჯათ. ახალი ხელისუფლების დროს კი მათ ადვოკატებმა მიმართეს ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს და როგორც უკვე ნახეთ, სასამართლომ 15 წლამდე შეუმცირა მათ უვადო თავისუფლების აღკვეთა. მადლობა ბელა ბელზაკაიძე.